Ui. Dabadebis drea. Aura, კაია, მშიო. უნდა ჩამოტორტი კიდე. მადლობა მეგობრებო, მადლობა. მადლობა ძალიან დიდი. ბიჭო, ზედიზედ ორი ორშაბათობა შენი დაბადების დღე რა? წინა ორშაბათობა იყო და ვიყავით აქ და ეხა შემოვიდა. სახანძრო? ბევრის გავხდი და მადლობა. მე ბოლოს გიწევს. შენ საჩუქარი მოიტანე ესე ჩემო თუ საჩუქარი შეჩემა ეს საბჭოთა კავშირია საჩუქარია ხო იდა საჩუქარია კაი სიტყვაზე სათამაშო თოჯინა დააყენე გალატოს იმდენი შოტლანდიელებს იმდენი ის თქვენ ვერადავით მაკით რო ეწება ფეხბურთში არ ვარგია რაც ვარგია ის ურუშამაც უღრმესი მადლობა რატომ შეეწუხდით აი ესე უღრმესი მადლობა ბატონო ლევან გიუცავთ დიდი მადლობა მობძანით კიდე გადაკვეთით რა მე ბოლოს ვაპირებ და მაგით ვეგონა ვაკომ ხარ შორიდან აბა რა ვიცი შემოსვლა გილოცავ მადლობა დიდი ბიჭი გაიზარდა thank you მეგობრებო დაჭერი რა ჩამოვეჭველი დავის ბერტანსი გონდის ყველი არ გიყვარ შენ თორე შემოგთავაზებდი Excuse-io შეჩება. Excuse ყოფილა 12 ნოემბერს. რა? ეგრეთ გიხომ ჩაგრენსონის მაგარი. Excuse და ისა. ჯულ კუნდე შეჩება. პაოლო ბანკერო. ტინო ლივრამენტო ძმაო. მეზობლებზე გადავა ეხა შეჩება. ეხა ვინ მოკვდა? ეგეც საინტერესოა. შარშან არავინ არ მოკვდა ცნობილი შეჩვენეთ რომ ბოლოს 224 წერია. ტიმოთი უესტი, ინგლისელის მსახიობი. დონაცია აქ თხოვთ მიულოცოთ დაბადების დღე გიორგი კალატოსო. გიორგი, გილოცავ დაბადების დღეს. ყველაფერი კარგი, სიხარული, სიყვარული, ბედნიერება, ხვალი ბარაკა, ბევრი ფული და ასთავარია ჯანმრთელობა. გიორგი, გილოცავ. ისურებ ყველაფერს საუკეთესოს. მენტალურ ჯანმრთელობას და მენტალურ ჯანმრთელობას რა თქმა უნდა შეჩემ. ხო, ჯანმრთელობას გისურვებ მაშინ. თატულიკ როგორ ხარ? გიყურებთ, მიულოცე კალას ჭედოსგან. კალას ნომერი მქონდა და სადგაქრა არ ვიცი. ყიფო მომიკითხეო. არ ვიცი, ვინ ვიღაცემ წერენ შეჩემ პროსტო. შენ რატო გწერენ? არ ვიცი, საერთოდ ჩემი ნომერი საიდან აქვთ ეგეც არ ვიცი. იმწეროთ ტატოს. არა, არავინ არ მომწეროთ მე. რაღაც რაოდენობის მესიჯებს მე გინებას დავიწყებ. კარგი, სამ ტატო მიირთმევს ახლა. გემრიელ. ტორტს. სტენლი გარდაცვალა 12 ნოემბერში შეჩემ. ბიჭო 19 მაისზე მაინც აგეკითხა შეჩემა, ანუ შენ დაბადების დღეზე რო გადახვედი ეგრე. ბიჭო მე ეგოისტი ვარ და. გავიგე მაგრამ. კაი, ნახოთ 19 მაისი. კი არა, ანუ. ეს ისე გითხარი შეჩემა, კი არ მაინტერესებს. რატო არ გაინტერესებს? შენ იცი ვინ დაიბადა შენ დღეს გარდა ანდრე ჯანტის გარდა? კი. ვინ? პირველად დაიბადა გარნეტი ფორლანი. კიდე ვინ არის? კიდე ვიღაცები იქნება ბოლოსო ნახე იმის მერე კიდე ვიღაცები იქნებიან ისეთები ვინც მერე გახდნენ ცნობილები. აბა ვინა? რა ნახავთ ხა აბა. ეს ანაკეთ წამოვედი მე. ჯოჯო სივა. ჯოჯო სივა ეხა რაფა მარინი. აი ხო ხედავ. რიკარდო კალაფიორი. ტატო. ძალიან ისეთი. რატო გა? არც ნოცემი ხალხი. სახში მართლა ლუსიანო ფიგეროა. ეს რატო გიხარია? შუა მარკუს ბენტიში. არ გაინტერესებს მარკუს ბენტი მანუელ ალმუნია. კევინ გარნეტი რო თქვი. ბენტი და ალმუნია არიან ასევე შენ დღეს დაბადებული შეჩემა. ვაფშე არ გამიხარდა ეხა ეგ. აღარ ვკითხულობ მე მესიჯებს თუ დამწერთ.
ბატონო ვახტანგ, შეიძლება? რა, აგინას გიშლი შეჩემში. არაფერი ისა გაანებე რა. აქიდო ზივარ ჩემთვის ხმარად. სვათაშოვის ჩემ დაბადების დღეზე ხო რაიან გოსლინგია. ვინაა და რამოუნსი იყო ეგეთი ჯგუფი და იმისი სოლისტი. მახარა მილოცავს დაბადების დღეს. მიკელე პლაჩიდო. მახარა მილოცავს დაბადების დღეს ვოისით. აჰა. რითი მთავრდება ბოლოს? ბოყინით. შენი რუზები შენცი. რაო? ანუ მილოცავს არ გვესმენია? ის არის. შენი რუზები შენცი. ამით თავდება. პირშევეცი გავიგე და რაო? შენი რაო? ნევროზიანია. ოკეი. ხო. რატომ მოერიდა ბარემ პირდაპირ ნელა ეგინებინა შეჩ. აიო, პიტ ტაუნსენდის, მაო. მახარ მადლობა ძალიან დიდი გენაცვალე აგერ ორშაბათობაში გავხსენი შენივეს ჩვენ ბოლოში ჩამერთო მარტო და ხალხმა გაიგო როგორ გიყვარვარ და უღრუნესი მადლობა მინდა რომ გადაგიხადო და როგორც შენ გაგეხარ და მაგ გულით და მაგ სიყვარულით აქვე აქედან გადმოგცემ იგივე სიყვარულს და შენი მადლობა მახარ ჯიგარი ნახე ხალხო კალას დაბადების დღეს ყოფილა ორი ძალიან არა, მაგრამ დიდი მუსიკოსი დაბადებული. ერთი არის ჯოი რამონი და მეორე პიტ ტაუნსენდი. პიტ ტაუნსენდი მართლა ძალიან დიდი მუსიკოსი არის. The Who's გიტარისტი. ძალიან დიდი კომპოზიტორი, ძალიან დიდი მუსიკოსი. ჯოი რამონი, მაგრამ კაი კაცი იყო ჯოი რამონი საწყალი. 50 წლის ასაკში გარდაცვლილოდა. ნეკროლოგია შენ იცი რომ რამოუნსი ეგეთი ჯგუფი იყო? პანკ როკ ჯგუფია, ერთ-ერთი პირველი რა. ანუ აი Sex Pistols-ი, Clash-ი, რამოუნსი. და რამოუნსის ყველა წევრი, 5 წევრი, ვინც არის ეს ოფიციალური წევრი რა. ჯერ ტრადიცია ჰქონდათ რომ ყველა წევრის გვარი უნდა ყოფილიყო რამოუნი. გადაირქვა, ყველა იკეთებდა საყელს რა, ჯგუფის წევრები შეურდა და ყველა იყო რამონი. 5 წევრი ყავდა ბენდს. გეუბნები რაღაცა შეჭამ. ეს ტორტიდან ამოხდა ეს უკაცრავად. საინტერესო ფაქტს გეუბნები მართლა. ანუ 70-იან წლებში იყო ბენდიდან დიდი ხნის კი არ იყო, ანუ Rolling Stones-ი 63 წლიდან და 2 წლიდან და 70-იანებში იყო და 80-იანებში. და ეს რამონი 5 წევრი. ძირითადი წევრები ვინც იყვნენ რა, დიდი ხან 5-ე მკვდარია შეჭამ. ცოცხალი 10-ი აღარ არის. და მოკდნენ როგორ იცი, ერთმანეთს მიყოლებით. ორიც 1-ში, ორიც 2-ში, ორიც 3-ში, ორიც 4-ში და ერთი მოკდა 7-ში თუ რაღაც. ანუ მიყოლენ ერთმანეთს, ერთ ასაკში რა, 50-55 რაღაც მაგასაკში, მაგ წლებში. ჯოი რამონი სოლისტი ერთ-ერთი ძალიან მაგარი კაცი იყო. მალკოლმ იქსი ყოფილა ასევე შენ დღეს დაბადებული. ვთქვით რომ გესმინა პოლ პოტი. ორჯერ თქვით ეგ. პოლ პოტი და მალკოლმ იქსი ბიჭო, კაი, შეჩემა რა, მილოცავ მაგითი თუ რა პროგრამა ჩაირთო. ერთ დღეს ყოფილან დაბადებული. გაჩმევინე რა. გაინტერესებდა შეჩემა და ნახულობდი. რა მაინტერესებდა შეჩემა ჩაყევი ვინ მოკტა ვის ფეხი გადაუბრუნდა ყველა გავიგეთ 19 მაისს თო. არა, ეგ არისო მარტო ვინც დაიბადა იმას ნახულობდი. 19 მაისს ქესი ვინ შეიცვალა შეგვიძლია რა. სემ სმითმა. აი ხუმრობა იყო არა და სემ სმითი. განვიხილოთ, მოიცა ჩემი ხის სახლიდან მომივიდა რა ახლა ხის სახლი მოლოცვები. ფეხბურთზე მინდა ლაპარაკი შეჩემა მაიცა. ანდა კაი ხო. გამოიწურა პროსტა ვის დაიბადა და მაგითო ფეხბურთზე მინდა ლაპარაკი, მე დაგაფარე პირზე ხელი შეჩემა. ნახევარი საათია ვიკიპედიაზე. ხის სახლზე მე ვილბაზრო დააჭემ თუ ელვესბერგი გადმოვიდა ბუნდესლიგაში და მნიშვნელოვანი ამბავი. მაგათი დედასაც შევეცი შეჩემა ვინ გადმოვიდა? ელვესბერგი რა 13-8 შეჩემა თუ რაღაც. მაგას არ უნდა ელაპარაკო, მაგას. სოფლის გუნდი გადმოვიდა ბუნდესლიგაში შეჩემა. ხის სახლი გადავიდა ბუნდესლიგაში. იმენა სოფლის გუნდი გადავიდა ბუნდესლიგაში. ბატონო ვახტანგ, მე 6-ზე მივიბილარი დალოცეთ კი არა. მიირთვით. ეხა იწყება ჩემი რუბრიკა. მე მაქვს საფეხბურთო ღამე, აგერ ბიჭები არიან შეკრებილები და კობა ჟორჟიკაშვილი ხვას არის რა? დაბადების დღეზე ისა რა ქვია, მოვედი და მუშაობ. რო იმას ხნა გუნდში სიტუაცია დავალაგო და გითხრათ რომ ეს არ მოიქცე. მეც ვიყავი დაბადების დღეზე სხვადასხვა გამგაცემაში და ტორტი ჩემს წარავს არ მოუტანია სხვადასხვა. იმიტომ რომ არ ყოფილ ხარ ყმაწვილო ღირსი და იმიტომ ეგ სადაო საკითხია ღირსი ვიყავი და თქვენ ხართ პროჭები პროსტა. შენ დაბადების დღე არავის არ ახსოვს.
ბიჭებმა იციან რომ ხვალ უნდა ვიქეიფოთ ჩემ დაბადების დღეს. შენ არავის არ პატიჟებ. მე არ ვიხდი და იმედო. რატო არ იხდი მე? დაბადების დღე. როჭი შენ ყოფილ ხარ ჩემ. დაბადების დღეს რატო არ? ო, ანუ. ხო, ეხა არის განხილვა. წამით კი არ დაგასწრო. მე აგირი და სატოპკე. ჩემი ვიცი. დააფასე. ხალებში და მოსაწესო და ხო, აი მენა. გაქცევა მინდოდა სადღაც რა. ანუ გადახდა არ მინდოდა. მოგზაურობა შენ არ გიყვარს შეჩემა და სად გინდოდა გაქცევა. იმდროს ვეხვეწებოდი პარიზში წავიდე თქო და ანუ მარტო ამას გევროპატიჟები ხალხო. იმ დღეს არა, 2 საათის წინ. ხო, იმ დღეს სადაც ეღან. პარიზშია ჩემი ყლე მინდაო, შემყლეობა არის. შენთან ერთად მეთქი შეჩემო. რეიტერ არის პარიზის რა ქვია, ეიფელის კოშკი რაღაცა არაფერი არა. ეიფელის კოშკი კონკრეტულად იყავი ეიფელის კოშკი, ანუ ნახე და მოფციცხე შეჩემა, გაი რა. ბიჭო, აქ არის ფიზიკურად ახლო და ნახულობ შენ ლაივი. აზიაში, კორეაში, იაპონიაში მან უფრო იმოგზაურებენ და მაინტერესებს